Freightliner Cascadia. Cascadia. ესე ქვია. გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ახართ, ხო ხართ ჯანზე? გაჩვენებთ Freightliner Cascadias შიგნიდან. როგორ გამოიყურება. ესენი. ალბათ. ნაკეთ. ორ საძინებლიანია. ეს ნაყიდია, ანუ ფრიჯი. სათავსოები აქვს ბევრი. აქაც ჩასადებები აქვს ძალიან ბევრი. აი ესეთი სათავსოები აქვს. ესეთი სათავსოები აქვს, გამოდის მაგიდა. აქაც სათავსო აქვს. მოკლედ, აქ ზევით მეორე საძინებელია. ესეთია შიგნიდან მეგობრებო რა. ეს ცოტა გადმოვდუოქეთ. ეს არის Freightliner Cascadia. აქ წერია Cascadia. ესეთი მანქანაა, ეხლა გავწმინდე უცებ, გადავდივარ ჩემ მანქანაში და ხოშიანი მანქანაა, უბრალოდ ის არის, რა ქვია, სუსტია რა. რა ვიცი, ჩემი აზრით დიდი არაფერი მანქანაა. რაღაცნაირი მანქანაა, ისეთია რა. გულს ვერ დაუდებ, ესე ვთქვათ. ეს არის Cascadia მეგობრებო, რომელზეც მუშაობდი 5 თვე მე მგონი. ჩანს მიუშვირო მზეს, მზეს უშვერ. ეს არის და ეს მეგობრებო რა, პატარა ვიდეო, როგორ გამოიყურება Cascadia შიგნიდან. ეს სიგნალია. ხალხი გაგიჟდა მე მგონი. X-Cola. პატარა ბავშვები დადიან. ეს შუაში ბზარი მეორედ გაუჩნდა ამ ზამთარს. და ჩავთვალეთ, რომ ეს არის სითბოს და სიცივის ზემოქმედება. რა ვიცი. აი ეს მეგობრებო, გავასუფთავე, მაგრამ თლათ ახალი ვით არ არის, მაგრამ არის რა. ხოშიანი მანქანა რა, ასე. რაც არის ეს არის. რა უნდა ქნა პრინციპში. ეს არის და ეს